უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. თქვენ ახლა თვალსადევნებთ თეთრხელათიანების მარშს. აქ შეკრებილები არიან სამი სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტიდან სტუდენტები, მომავალი ექიმები. ისინი უერთდებიან რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სახალხო პროტესტის ორ ძირითად მოთხოვნას. პირველი ეს არის თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, რეჟიმის მიერ უკანონო დატყვევებულ მშვიდობიან მანიფესტანტებს და ჩატარდეს ახალი არჩევნები, რადგან აქ შეკრებილი ადამიანების მომავალი ექიმების აზრით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებად გამოცხადებული რიცხვები რეალურად არ გამოხატავს ქართული ხალხის ნამდვილ ნებასა და ნამდვილ არჩევნებს. სკანდირებენ საქართველოს სამედიცინო სფერო, საქართველოსთვის, სამშობლოსთვის. სწორედ ეს შეძახილები ისმის. აქ საპროტესტო აქციაზე მე შევეცდები ახლა თავად აქციის მონაწილეებს გავესაუბრო მეტი მკითხო მათი მოთხოვნების შესახებ. გამარჯობა, გაგვეცანით რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენთ პირველ რიგში და გითხარით მოთხოვნების შესახებ. ჩვენ ვართ თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები, რომლებმაც რომლის ორგანიზებითაც დაორგანიზდა აქცია. შემოგვიერთდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტულდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ძალიან ხალხში არსებობს ესეთი აზრი, რომ ჩვენ სამი უნივერსიტეტი ერთმანეთთან ვერ მეგობრობთ, რადგან ვართ კონკურენტები. ჩვენ გვინდოდა ამ მითის დამსხრევა, ამიტომაც ვანახეთ ხალხსაც და ერთმანეთსაც, რომ ეს არის მითი და ჩვენ ერთობით ყველაფერი შეგვიძლია. ასევე შემოგვიერთდნენ კავკასიისა და თესეუს მედიცინის სკოლის სტუდენტები და ერთობლივად ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ჩვენ გსურს გავხდეთ ექიმები თავისუფალ ევროპულ საქართველოში. ბატონო, დიდი მადლობა. შევეცდების ხალხსაც გავესაუბრო. გამარჯობა. აქ სკანდირებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური არც პრეზიდენტი და არც ქართული ოცნება არის საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება. აქ ცარიელი ფუნქციით ჰქონდათ აქციის მონაწილეების მოტანილი, რაც გამოხატავდა, როგორც თქვენ თქვით, მიხეილ ყაველაშვილის არარსებულ დიპლომს. 29-ში ინაუგურაციაა დაგეგმილი. გითხარით, როგორია განწყობები, როგორია მზაობა, იმიტომ რომ არ იქნება მარტივი დღე მაღალი ალბათობით. პირველ რიგში დაღენიშნოს, რომ საოცარი გარემო და ენერგეტიკა ტრიალებს. ძალიან ამაყივა, რომ მედიცინის სტუდენტები ერთად გავართ საერთო მიზნისთვის და ეს არის დასტური იმისა, რომ ყველაზე მტკიცე და ყველაზე სწრაფად სწორედ სამშობლოს სიყვარული შეუძლია ხალხის გაერთიანება. ჩვენ დავიბადეთ ევროპულ და თავისუფალ საქართველოში და ჩვენ გვიდა რომ ექიმი გახდოს სწორედ ევროპულ და თავისუფალ საქართველოში. დიდი მადლობა. სხვებსაც გავესაუბრები. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში მუშაობ. თეთრი ხალათი გაცვლათ და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ხელახალი არჩევნები. ეს არის ძირითადი მოთხოვნა, ხომ, რაც პროტესტის 27 დღესაც, რა თქმა უნდა, რჩება მთავარ მოთხოვნად. გითხარით, როგორც თეთრხალათიანს, თქვენი სფეროს წარმომადგენელს რა გაქვთ სათქმელი? სათქმელი მაქვს, რომ მომავალი მხოლოდ ევროინტეგრაციაში არის, როგორც სამედიცინო სფერით, ასევე მრავალი სხვა სფერის. ყველაფერი, რაც დღეს არის, ყველაფერი პროგრესი, ეს ყველაფერი ევროინტეგრაციის და ევროპის მიერ მოცემული ფულით არის მიღწეული. დიდი მადლობა. სხვებსაც გავესაუბრები. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში მუშაობთ, რომ გაგვეცნოთ, რომელი უნივერსიტეტიდან ხართ, გითხარით, რა გიწერიათ ბანერზე. დავით ტულდიანის უნივერსიტეტიდან ვართ და ტულდიანის სტუდენტები მივდივართ პროგრესისკენ და ამაზე გვიწერია ზუსტად ჩვენ პლაკატის მაგაზია. ბატონო, დიდი მადლობა.